ყაველაშვილი, ზარქუა და პაპუაშვილი სენაკში რესტორან ეგრისში ქეიფობენ, რის გამოც რესტორანი სხვა სტუმრებს დაატოვებინეს, უყვება მთავარს მოქალაქე და ვიდეოს უგზავნის. აი ესე ქეიფობს მთავრობის ხალხი რესტორან ეგრისში და ჩვენ უბრალოდ ხალხი გამოგვიშვეს. 59 წლის ქალი, რომელიც გუშინ სადგურის მოედანთან შენობის კარნიზის ჩამონგრევისას დაშავდა, ამ დრომდე რეანიმაციაშია. კლინიკის წარმომადგენლის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ცნობილია, რომ გრევას დაშავებული ქალის ძმა 40 წლის დათო ბართია ემსხვერპლა. დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შმიგალი უკრაინის მთავრობას 5 წელი ხელმძღვანელობდა. გუშინ ზელენსკიმ პრემიერობა იულია სვირიდენკოს შესთავაზა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მოსკოვის ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და შენობების პირველი სართულები დაიტბორა.